13 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 100.000 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. მე-13 საუკუნის დასაწყისში თბილისის დამპყრობელმა ხორეზმელმა ჯალათებმა მეტეხისხიძე მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები განალაგეს და ტყვედ აყვანილ ქართველებს მათზე ფეხის დაბიჯება უბრძანეს. 100.000-ზე მეტმა ადამიანმა სარწმუნოების შეცვლასა და ქრისტიანული სიწმინდეების შეურაცხყოფაზე უარი თქვა, რისთვისაც თავები მოკვეთეს და მდინარე მტკვარში გადაყარეს. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 100.000-ზე გმირი წმინდანად შერაცხა. ამ დღის აღსანიშნავი ღვთისმსახურება სოფელ გურჯაანის მთავარანგელოს მიქაელის სახელობის ტაძარშიც გაიმართა. ქართველი ერის მე ვფიქრობ ისტორიული არჩევანის დღე არის დღევანდელ დღეს, როდესაც მე-13 საუკუნეში 1227 წელს, როდესაც ჯალალედინი შემოესია თბილისს, ააოხრა თბილისი, სიონის საპატრიარქო ტაძარს გუმბათი გადახადა და თავისი ტახტი დაიდგა და როგორც ქართლის ცხოვრებაში თავის ბილწი და საჯდომელი დადგა და მაქედან სიონის ტაძრიდან გამოაბრძანა ღვთისმშობლის და მაცხოვრის ხატები, მეტეხისხიძე დააბრძანა და იქ შეკრებილ ხალხს უამრავი ხალხი იყო, რომ მოსთხოვა, ვინც შეურაცხყოფას მიაყენებდა, ნაცარს მიაყრიდა ხატს, ის გადარჩებოდა და ვინც არ მიაყენებდა ამ სიწმინდეებს შეურაცხყოფას, მათ ელოდათ თავის წარკვეთა, მოკვეთა და მტკვარში ჩაგდება თავისაც და გვამისაც, სხეულისაც. და აი ნახეთ რა საოცარი დღე არის, წარმოვიდგინეთ, რამხელა დიდი სიყვარულია ქართველებს დღესაც, მაშინაც დღესაც და მეორედ მოსვლის ჟამსაც ქართველი ერი ყოველთვის ესე იქნება, დარჩება. არასდროს არ უღალატია ქართველებს ქრისტესთვის. ქართველი ერის ცხოვრება ეს არის ქრისტესთვის მოწამეობრივი ცხოვრება. ჩვენც უნდა დავფიქრდეთ თითოეული ჩვენგანი, რომ დღეს ჩვენც ქართველ ერად რო ვიწოდებით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ქრისტეს ერი ვართ, ქრისტესთვის მოწამეობრივად მოწოდებული ერი ვართ და ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მათი მეოხები დღევანდელ დღეს უნდა ვთხოვოთ მათ, რომ მათი მეოხები ჩვენს აგვენთოს აი ესეთი ცეცხლი ჩვენს გულში, რომ ჩვენს ქრისტესთვის სიყვარულისთვის მოწამეობრივი ღირსის გავხადოს ღმერთმა. და ნახეთ რამხელა დიდი რამ მოხდა, ამას როცა ვიხსენებთ ხოლმე ყოველთვის არ შეიძლება ემოციის გარეშე დარჩეს ადამიანი, რომ მშობლები, ოჯახები, როდესაც მიდიოდნენ მოწამეობის გზაზე, ანუ აქ 100.000 მოწამის დღეზე მაქვს საუბარი, როდესაც ხედავთ ჩვენ, რომ მშობლები შვილებს პირველ რიგში უშვებდნენ, როგორც მოთხრობილია ესე მათ ცხოვრებაში, პირველ რიგში უშვებდნენ შვილებს, რომ შვილები არ შეშინებულიყვნენ მშობლების მოკვეთილი თავებით და უარყოფა არ მიეცათ, შეურაცხყოფა არ მიეცათ ამ ხატებისა და ჯერ შვილებს აგზავნიდნენ ჯალალედინზე სასაკლაოზე, მოდი ესე რომ ვთქვათ, და შემდეგ თვითონ მიხვებოდნენ ხოლმე. აი რამხელა დიდი ძალა გინდა მშობელს, რომ შენ შვილი შენ სვალწინ გაგზავნო მოწამეობის გზაზე და მერე შენ თვითონ მიხვე. რამხელა დიდი სარწმუნოება, რამხელა დიდი ერთგულება აქვს დღევანდელ ჩვენ ქართველ ერსაც, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ქართველი ერი მსგავს მოწამეობისთვის მზად არის. საოცარი თვისება ქართველ ერს, რომ შეიძლება ბევრი ცდილობს, რომ საქართველოს და ქართველი ერის უარყოფითი მხარეები წარმოაჩინოს, ხშირ შემთხვევაში მოგონილი უარყოფითი მხარეები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ქართველ ერს აქვს საოცარი მუხტი, საოცარი ძალა, საოცარი მადლი, საოცარი ნიჭი ერთსულოვნებისა. უცბად ხდება, არ ჩანს თითქოს ერთსულოვანი, მაგრამ უცბად ხდება მერე გაერთიანება ქართველი ერისა, რაიმე სიწმინდის, სამშობლოს, ეროვნულობის გარშემო უცბად ხდება, წამში ხდება ქართველი ერის მუხტი. თითქოს ისეთი თვისება ქართველ ერს ერთ წამში აინთება ხოლმე სიყვარულით და უცბად იმდენად დიდია ქართველი ერის სიყვარული ღვთისა, სამშობლოს და ეკლესიისა, რომ ერთ წამში, წამის მიასედებში თვალდაუხამხამად გადადგავს ნაბიჯს, რომ ქრისტესთვის და საქართველოსთვის და სიწმინდისთვის ჯვარზე გაეკრას და მოწამეობის გზას გაუხვეს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა წყალობა, მადლი, სიხარული მოგმადლოთ თქვენ და სრულიად საქართველოს